ეგეწოდებულ ჩორჩენას საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა გაიმართა მხარებმა წარადგინეს მტკიცებულებები ბერდიას სიჭინავეს ინფორმაციით მათი მასალებით ცალსახად ადასტურებს გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნის მოტივს. პროკურატურის თქმით კი საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, რაც გახარიას ბრალეულობაზე მიუთითებს. მათივე თქმით გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩენასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, შედეგად ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მიზარალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს გახარიას დანაშაულს რამდენიმე მუხლით ედავებიან, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი სტატიის სახით ჩორჩანასთან დაკავშირებით. სახელმწიფო სააგენტო, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სააგენტო თავიდან ბოლომდე იმყოფება დე-ფაქტო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის KGB-ს უშუალო კონტროლის ქვეშ და შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ კონკრეტული ნარატივებით გამოირჩევა. ოკუპაციო რეჟიმის გაცხადებული პოზიცია გამოყენებულია ბრალდების მხარის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. სწორედ ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ვითხოვდით. მოცემული განცხადება სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილია ერთადერთი მიზეზით, რომ გიორგი გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები და სწორედ აღნიშნული საპასუხო ქმედებების გამოიწვია სამხედრო ესკალაციის საფრთხე და აღნიშნული დემონსტრირება განხორციელდა. ასევე განმარტოთ, რომ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე განვიხილეთ წინა სასამართლოს ხდომა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.